სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არის ღმერთი ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს ღმერთმა მრავალს დაგასწროთ თქვენ და სრულიად საქართველო ამინ დღეს ჩემო ძვირფასებო არის სვეტიცხოვლობის დღესასწაული რომელიც ჩემი მოგრძალებული აზრით არის მხოლოდ ქართველთათვის განსაკუთრებული დღე კი არა მე ვფიქრობ რომ ქრისტიანობაში განსაკუთრებული დღე არის დღევანდელ დღეს თუ რატომ ამას ახლავე მოგახსენებთ ოღონდ ცოტა ისტორია უნდა მოვყვეს შესაბამისი და აქამდე რომ მივიდეთ რომ რატო არის ეს არა მარტო ჩვენთვის არამედ ქრისტიანობისთვის უმნიშვნელოვანი დღე რაღაცნაირად აი პატრიარქის სიტყვები მახსენდება რომ ესე თქვა ერთხელ არსებობსო ღვთისმეტყველების ისტორიაო მაგრამ ამავდროულად არსებობსო ისტორიის ღვთისმეტყველებაო რას ნიშნავს ეს იცით რაღაცა ისტორიულ მოვლენას შენ საღვთისმეტყველო ანალიზს რომ გაუკეთებ რომ აი საღვთო განგებულება იყო რაღაცა ის რაც მოხდა როგორც მოხდა აი მაგალითისთვის როდესაც ვამბობთ მცხეთ არის მეორე იერუსალიმი იმემკვიდრევა მცხეთა სულიერი მნიშვნელობით იერუსალიმი რატომ ვამბობთ ამას რას ნიშნავს ეს რატომ ვამბობთ რომ ქრისტეს საფლავი მცხეთაშია რატომ ვამბობთ რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია ეს რაღაცა ურაპატრიოტული გზნობა გვაქვს და ასე გვინდა რომ წარმოვაჩინოთ ჩვენი და ვიღაცა იმასაც კი ამბობს რომ ეს რაღაცა თვით გარდარჩენის ინსტინქტის გამო მოიგონეს ქართველებმა სინამდვილეში ეს საერთოდ არ არის ასე აი მივყვეთ ისტორიას და თქვენ თვითონ დარწმუნდებით ჩამოდიან ებრაელები საქართველოში და მოაქვთ მთავარი სიწმინდე რა არის ეს მთავარი სიწმინდე რაც ჰქონდათ გადარჩენილი ეს არის ილია წინასწარმეტყველის ხალენი ეს ხდება ქრისტემდე 6 საუკუნით ადრე ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 6 საუკუნით ადრე და ეხლა თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ რომ გქონდეს რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი და საყვარელი ნივთი და ვიღაცა მოგდევდეს მოსაკლავად სად გაიქცევ ტერს რომ არ გინდა ჩაბარდი სად გაიქცევ გაიქცევ იქ სადაც გეგულება ახლობელი რომელიც შეგინახავს და ამ შენ ნივთთან ერთად გადარჩები ხო მართალია ამიტომაც ისინი ჩამოდიან აქ რაღაც შინაურებთან მე არ ვიცი ეს შინაურობა ბიძაშვილ მამიდაშვილობა იყო თუ რაღაცა სხვა უფრო რაღაც მეგობრული დამოკიდებულება ფაქტი ერთია მოდიან იქ სადაც ფიქრობენ რომ საფრთხე არ დაემუქრება მათ მთავარ სიწმინდეს მოდიან და ცხოვრობენ 6 საუკუნის განმავლობაში ოღონდ ისე რომ კავშირი არ წყდება იერუსალიმთან გამუდმებული კავშირია ეს კავშირი იმიტომ რომ მესიას ელოდებიან მხსნელს ელოდებიან და ამიტომ იერუსალიმთან სულ მიდის აი მიმოსვლა არის რომ ვიღაცა წავიდა ვიღაცა ჩამოვიდა 2-3 დღეში ესე ვიღაცა უნდა წავიდეს რომ არანაირი ინფორმაცია სიახლე არ უნდა გამორჩეთ მათ ყველაფერი უნდა იცოდნენ იმიტომ რომ თუ დაიბადება მხსნელი მესია ეს მათთვის იბადება იციან ამ ებრაელებმა და ამიტომ უნდა იყვნენ საქმის კურსში რა თქმა უნდა მაშინ ხო არ იყო ესეთი თქვა საშუალებები რომ ვიდეო ჩართვები ქონოდათ ამიტომაც გამუდმებულად მოძრაობდნენ ადამიანები რომლებსაც ებრაულად შალიახები ერქვათ შალიახ ესეთი გამოთქმა რომელიც მახარებელიც არის მოციქულიც არის აი ამბის მიმტანია შეიძლება ესე რომლებიც მუდმივად მოძრაობენ ეხლა ნახეთ რა ხდება როგორც კი გაიგეს რომ იესო ქრისტე იშვა მცხეთაში როგორც კი გაიგეს მაშინვე დელეგაცია ემზადება წასასვლელად ოღონდ გამოდის სიდონიას დედა და ამ დელეგაციას ეუბნება რომ არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ მონაწილეობა მესიის მოკვლაში ეს იცით რას ნიშნავს იერუსალიმს რომელსაც უნდა ეღიარებინა ქრისტე იმ იერუსალიმმა ქრისტე ჯვარზე გააკრა ამიტომაც სულიერმა იერუსალიმმა გადაინაცვლა იქ სადაც მას მესიად აღიარებენ ამიტომაც მეორე იერუსალიმად მცხეთა წოდებული არა იმიტომ რომ ჩვენ ვართ განსაკუთრებულად კარგები ქართველები იმიტომ რომ აქაურმა თემმა ებრაელთა თემმა ის აღიარა როგორც მესია რა თქმა უნდა არ მიიღეს მონაწილეობა მის ჯვარცმაში და რა თქმა უნდა სიდონიას დანაბარები რომ რაღაცა ხელშესახები თუ შეიძლებოდა რომ წამოღებულიყო
მათ შეძლეს ამისი მოპოვება, რომ წამოეღოთ მაცხოვრის კვართი და ჩამოეტანათ აქ. ეს მაცხოვრის კვართი სიდონიამ ჩაიხუტა და გარდაიცვალა. მაგრამ სიდონიას გარდაცვალებამდე ქრისტეს ჯვარცმის გამგონე, ოღონდ როგორ გაიგონა ეს? იქედან იერუსალიმიდან აქამდე ხმა ისმის? არა, სულიერად იქ იმყოფებოდა სიდონიას დედა, გარდაიცვალა. როგორც კი დააკრავა, ესე იგი, თანამედროვე ქართულად რო ვთქვათ, აი რაღაცა ჩაკუჩი, რომლითაც ლურსმანი ჩააჭედეს მას სხეულში, ჯვარზე რომ მიაკრეს, აი ამის ხმა როგორც კი გაიგონაო, იმ წამსვე გარდაიცვალა ეს ქალი ამ ტკივილისგან, რომ დღეს დაამთავრდა შენი მეუფება ისრაელო, ამას ამბობს ამ სიტყვებს და ასე გარდაიცვლება. ამიტომაც სულიერი იერუსალიმი ხდება აქ და ახლა მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი და მთავარი თემა. სიდონიამ ჩაიხუტა კვართი და გარდაიცვალა და ესევე დაკრძალეს. მეიცით რამდენი შემთხვევა შემილია გითხრათ, ჩვენ ახლა სადაც ვიმყოფებით სასაფლაოა, ხო? ძალიან ბევრი საფლავი არსებობს, სადაც მიცვალებული არ არის დამარხული, იმიტომ რომ ვერ იპოვეს. ვიღაცა დაიკარგა საერთოდ. აღარ გამოჩნდა და ან გაიგეს რომ ომში არის დაკარგული ადამიანი, ან სადღაცას გემი ჩაიძირა და ვეღარ იპოვეს, მაგრამ სამაგიეროდ რას აკეთებს ოჯახი? აიღებენ მის ტანსაცმელს და აკრძალავენ და ეს ხდება მისი საფლავი. ძალიან ბევრჯერ ყოფილი ვარ საფლავი მიკურთხებია, სადაც ვიცი რომ ეს გვამი აქ არასდროს არ ყოფილა. ეს მიცვალებული აქ არასდროს არ ყოფილა, მხოლოდ მისი ტანსაცმელია. ანაშვიდებს ვიხდი, ეს ჭირისუფალი დადის, იქ კანდელს არ აკრობენ, აბა უვლიან, აბა ასეთი მარმარილოთი უნდა მოვაპირკეთოთ. როგორ, რატომ ეს ვფიქრობთ, რომ დღევანდელი ტრადიცია და ვინმე გუშინ გამოიგონა? ასე იყო ყოველთვის. მიცვალებულს, რომლის სხეულსაც ვერ პოულობდნენ, მისი ტანსაცმელი იგრძალებოდა. ამიტომაც თუ ეს ასე იყო ყოველთვის და ასეა დღესაც, მარტივ კითხვას ვსვავ, ქრისტეს საფლავი სად არის? იქ საიდანაც აღდგა, თუ იქ სადაც დაიგრძალა მისი კვართი. რა თქმა უნდა, იქ სადაც კვართია. ამიტომაც ჩემო ძვირფასებო, ის საფლავი საიდანაც აღდგა, იქ მხოლოდ სუდარა დარჩა, რომელიც გადაიტანეს და ეხლა ქალაქ ტურინში ინახება. სიწმინდეა დიდი, არავინ არ აკნინებს ამ სიწმინდეს, მაგრამ მთავარი ზემოიდან მოქსოვილი, რომელიც გარდამოცემით ვიცით, რომ მასთან ერთად იზრდებოდა ეს კვართი, ეს მცხეთაში, სვეტიცხოველშია დაკრძალული. ამიტომაც ჩვენ ქართველებს გვერგო პატივად, რომ ვიყოთ ქრისტეს კვართის მცველები. გვერგო პატივად, რომ მისი საფლავის მცველები ვიყოთ. ოღონდ უნდა გავაცნობიეროთ ეს საფლავის მცველობა იმას კი ანიშნავს, რომ ეხლა თოფიანი ყარაული ჭირდება მის საფლავს. თოფიანი ყარაული არა. აქეთ არის და აქეთ ხარ დასაცავი და ის შენ როგორ უნდა დაიცვა. აქ საუბარი იცით რაზე არის, რომ შენი ეს მცველობა, რომელიც მოგენიჭა პატივი, რომ ქვია სახელად ქრისტეს საფლავის მცველი, ნიშნავს ერთ რამეს. მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს. რომ ცხოვრობ თუ არა ისე, როგორც მან დაგარიგა. ცხოვრობ თუ არა ისე, როგორც მან გიანდერძა. რაც არის სახარებაში დაწერილი, ჩათვალე რომ ეს ის ანდერძია, რომელ ანდერძს შენ უნდა ასრულებდე, რომ გერკვას ჭეშმარიტი მცველი, ამ პატივის მატარებელი ადამიანი, რომ მისი საფლავის მცველი ხარ, მისი კვართის მცველი ხარ. აი ეს არის ჩემო ძვირფასებო. არა მხოლოდ ის, რომ გულზე ჯიღები დავიცეთ, დედა რა მაგრები ვარ, სვეტიცხოველი ჩვენია, ესე იგი კვართი აქ არის, საფლავი ჩვენ გვაქვს, ღვთისმშობელმა გვიწილხვედრა, ჩვენ კი არ გვიწილხვედრა. ღვთისმშობელი მოდიოდა თავისშვილის საფლავის ანახავ. ჩვენ ამაში აღმოვჩნდით საღვთო განგებულებით და ამისი თხოვნა მაქვს, რომ ეს უნდა შევირგოთ, კი არ უნდა შევიფეროთ, შევირგოთ უნდა. ამიტომაც შეფერება შეიძლება იყოს ესეთი, რომ გაიჯგიმო და თქვა, რომ ნახე კაცო, აწყობილი მაქვს საქმე რა. კვართი აქ არის და ღვთისმშობელმა მიწილხვედრა. მაგრამ ამავდროულად არ უნდა დაგავიწყდეს პასუხისმგებლობა, რომ შენ ამ ქრისტეს საფლავის მცველი რომ ხარ, შენ მისიონერობის განსაკუთრებული ფუნქცია გარგო ღმერთმა. და ეს მისიონერობა ის კი არ არის, რომ სადმე რადიოში გამოდიხარ და ლაპარაკობ. ეს მისიონერობა შენი ცხოვრების წესი უნდა იყოს.
ასე უნდა ცხოვრობდე, ასე უნდა დაანახებდე ადამიანებს, როგორ უნდა უყვარდეთ ერთმანეთი. იონე მოციქული ამას ამბობს. ერთმანეთი რომ გეყვარებათო, ამითი მიხვდებიან რომ ქრისტეს მოწაფეები ხართო. ამ სიყვარულით გამსჭვალული, აი ამ გრძნობით, მადლიერებით გამსჭვალული, რომ ასეთი პატივი მომაგო მე ღმერთმა, ამ ცხოვრების წესით თუ ვიცხოვრებ, მაშინ ნამდვილად გავაცნობიერებ იმას, რომ რა არის ჩემთვის სულიერი მნიშვნელობით ახალი იერუსალიმი მცხეთა, რა არის ჩემთვის ქრისტეს კვართი და რა არის ჩემთვის ეს ყოველივე, როგორ შეიძლება მე მზრდიდეს და მანუგეშებდეს და არა ის, რომ დღეს მცხეთობა და რაღაცნაირად, ესე იგი მცხეთობის აღსანიშნავად წვადის შეწვით შემოვიფარგლო და ამითი დაიწყოს და ამითი დამთავრდეს ჩემი დღესასწაულის აღნიშვნა. ჩემო კარგებო, დანო და ძმანო, მე მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ და რაც გითხარით კვლავ გაგიმეორებ. ეს არა მარტო ქართველთა, არამედ ზოგადად ქრისტიანული დღესასწაულია, იმიტომ რომ უფლის საფლავის, სადაც მისი კვართი არის დაკრძალული, ამის დღესასწაულს აღნიშნავთ და უნებრივია ყველა ქრისტიანისთვის ეს სიწმინდე უნდა იყოს, ვინც აღიარებს, რომ ქრისტე არის ძეღვთისა, განკაცებული ღმერთი, ესე იგი, რომელიც ადამიანის სახით ჩვენთან ერთად იქცეოდა და ჩვენი ცხონებისათვის აღასრულა ის ყოველივე, რაც ჩვენ სახარებისეულად ვიცით. ამინ. დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ ქრისტე თქვენთან ერთად.